დღეს როცა მსოფლიოში პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება, საქართველოს სწორედ ამ თავისუფლების სწრაფი დემონტაჟის ეტაპზეა. ყველა საერთაშორისო ინდიკატორი გაუარესებას აჩვენებს და ამ პროცესის ყველაზე მძიმე ფასს მედიის წარმომადგენლები იხდიან. ფიზიკური ძალადობა, თავდასხმები, დევნა და უკვე პატიმრობაც რეალობად იქცა. ამის მკაფიო სიმბოლოა მზია ამაღლობელი, რომელიც დღესაც ციხეშია. ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოდ გამოიყურება ხელისუფლების ნაბიჯები ციფრული კონტროლისა და ინფორმაციის მართვის მიმართულებით და ამსტერდამიდან სწორედ ახლა ჩვენ გვიერთება ჩემი კოლეგა, რუსულენოვანი სამაუწყებლო კომპანია დოჟდის საინფორმაციო სამსახურის მთავარი რედაქტორი ეკატერინე კოტრიკაძე. მისი გამოცდილება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთმა მოქალაქეებზე ციფრული კონტროლის, ინტერნეტ ცენზურის და ინფორმაციის მართვის გზაზე უკვე დიდი გზა გაიარა, მათ შორის ჩინური ტექნოლოგიური და პოლიტიკური მოდელების გამოყენებით. ამიტომ მკითხვა, რომელიც დღეს საქართველოსთვისაც სულ უფრო მწვავედ დგება, ასეთია: რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვამდეთ თბილისში ჩინურ ავტორიტარულ გამოცდილებასთან დაახლოვებას, როცა ქვეყანაში პოლიტიკური დინამიკა, კონტროლის, შეზღუდვის და სრული ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ მიდის. ეკატერინეს მივესალმები, მიხარია მისი დალახვა და პრინციპში ჩემი მთავარი კითხვა უკვე ჩამოვაყალიბე, შეგიძლია პირდაპირ გვიპასუხო. რა თქმა უნდა, ამ თემაზე სანერვიულო ბევრია, გიორგი, ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ, რამდენად აქტიურად თანამშრომლობენ რუსული და ჩინური ხელისუფლებები ყველა მიმართულებით და მათ შორის, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინელი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად ჩადიან რუსეთში, ზოგადად რუსეთის ორიენტაცია ხა ჩინეთზე არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ გასაგებია დასავლეთთან პირდაპირ ბოლომდე არის დანგრეული ყველა ურთიერთობები და აი ჩინეთთან, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა მიდის და აი ეს ტექნოლოგიური პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩინური ტექნოლოგიები გამოიყენება რუსეთში ძალიან აქტიურად და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი ქვეყანა ახლა გადადის VPN-ზე, გიორგი, იმისთვის, რომ აი ამ დიდმა ძმამ არ გააკონტროლოს ადამიანები, მილიონობით ადამიანები ამბობენ, რომ დაახლოებით 60% გადასულია უკვე VPN-ზე, იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ინტერნეტით ისარგებლონ უბრალოდ. და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა დღესდღეობით, რომელიც აძლევთ ადამიანებს რუსეთში იმის შესაძლებლობას, რომ შედარებით მაინც თავისუფლება შეინარჩუნონ ალბათ ასე. კაცო, ჩვენთვის ცხადია ხა ჩინეთის ინტერვენციის ხარისხი და მასთან დაახლოვება ვიღაცა საქართველოს შეიძლება ძალიან ბუნდოვან პერსპექტივად ეჩვენებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი უკვე აქაა და მათ შორის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით თავად ჩვენს ძალოვან სისტემებში არა მარტო გარესათვალთვალო კამერების, სხვა ტიპის ფილტრის, საბაზიბოს მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ნაწილში მათი ტექნოლოგიები ძალიან აქტიურად არის შემოსული. მაგრამ უფრო ნათელი არის ის, რაც რეპრესიული სისტემის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მედიასთან, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ზოგადად სამოქალაქო აქტივისტებთან და მოქალაქეებთან მიმართებაში, რა ტიპის სისტემა და მოდელი ჩამოყალიბდა რუსეთში. აი, ამ კუთხით დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს შენ როგორც ემიგრაციაში იძულებით წასულმა და სასჯელ-მიჟილმა კრემლის სასამართლოს მიერ ჟურნალისტმა რა გამაფრთხილებელი სიგნალები შეგიძლია გამოუგზავნო შენსავე სამშობლოს, შენსავე ქვეყანას და იმ საზოგადოებას, რომელსაც შენ წარმოადგენ როგორც ქართველი? ალბათ პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ყოველთვის ძალიან კარგად უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რას ამბობთ და როგორ აყალიბებთ თქვენს აზრს, მაგალითად კოლეგებთან, მეგობრებთან ურთიერთობის დროს. მე მახსოვს, გიორგი, რომ საქართველოში ის მომენტიც კი მქონია, რომ პირდაპირ მითხრეს, პირდაპირ გამაგებინეს, რომ ყველაფერი ისმინება. ყველაფერი ისმინებოდა ჯერ კიდე წლების წინ. ახლა კიდე ეს თქვენი თავისუფლების, თქვენი კარიერის, თქვენი პროფესიული აქტივობის წინააღმდეგ გამოიყენება ძალიან მარტივად. მე მგონია, რომ პირველ რიგში არანაირად არ უნდა ჟურნალისტებმა არ უნდა გამოიყენონ არაფერი ისეთი, რაც შეიძლება მოისმინონ მთავრობის წარმომადგენლებმა. ამიტომ სიგნალი და ასეთი ტიპის ტექნოლოგიები, რაც გარანტირებულად გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ანუ თავისუფლად ისაუბროთ, უნდა გამოიყენოთ. VPN-ი უკვე ვთქვი და კიდევ მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ამ თემაზე
ძალიან აქტიურად საუბარი, რაც მე რუსეთში გამოვიარე და უდიდესი ინტერესი იყო სხვათა შორის ამ თემის მიმართ თავიდანვე ადამიანებმა იცოდნენ რომ რაღაცა ხდებოდა ჯერ კიდე ომამდე რომ აი ეს ტექნოლოგიური თვალთვალი რომელიც ხდებოდა რუსეთში კამერები თუ გინდა ან სხვა მეთოდებით ამ ყველაფერს ხდებოდნენ ადამიანები ჯერ კიდე ომამდე ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ თქვენ საუბრობთ ეთერში რაც ხდება ეს ყველაფერი უნდა აღწეროთ ძალიან მალე მოვა ის დრო როდესაც უბრალოდ აი თეთრი სიები გამოქვეყნდება თუ იცით რა არის ეს არ ვიცი რამდენად საქართველოში ეს აქტუალური თემა მაგრამ თეთრი სიები ეს ის არის რაც ახლა რუსეთში ხდება ანუ ჩვენ ყველაფერი შეზღუდული გარდა იმ საიტების რომელსაც ასახელებს ხელისუფლება ადამიანები იყენებენ და რაცაც ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მაყურებლებს ყოველდღე ჩვენი ექსპერტები რა თქმა უნდა რა აზრს რა იდეასაც აძლევენ ახლა ადამიანებს ხო ჩვენი ექსპერტები არის ის რომ ჯერ ეს ერთ ყოველთვის უნდა იცოდე რას ამბობ ძალიან კარგად გააკონტროლო შენი მიმოწერა ნებისმიერ მესენჯერებში მაგრამ პირველ რიგში რა თქმა უნდა იმ მესენჯერებში რომლებსაც აკონტროლებს ხელისუფლება და ასევე უნდა გამოიყენო ორი ტელეფონი ორი smartphone მე მესმის რომ ეს ძალიან ძვირია და ზოგადად რთულია რომ ორი smartphone გქონდეს მაგრამ ერთი შეიძლება გამოიყენო იმისთვის რომ შეხვიდე მაგალითად რაღაცა სახელმწიფო საიტებზე რომელიც შეგიძლია გამოიყენო იმისთვის რომ აჩვენო სახელმწიფოს წარმომადგენლებს ამა თუ იმ სიტუაციებში და მეორე არის ის smartphone რომელსაც ჩვენ იყენებ როგორც ჟურნალისტი როგორც მოქალაქე ეს არის ყველაზე მარტივი გამოსავალი და ამ smartphones მეორეს რომლითაც სარგებლობ ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის და იმისთვის რომ ნებისმიერ საიტზე შეხვიდე და წაიკითხო ის რაც შენ გჭირდება აი ეს smartphone უნდა გქონდეს დამალული და ეს არ არის სასაცილო ეს არ უნდა გეგონოთ რომ აი ეს მომავალი არის კიდე 100 წლის შემდეგ შეიძლება მოვიდეს ან შეიძლება არა რუსეთში ძალიან ბევრს ასე ეგონათ რომ ნუ კაი ყოველ შემთხვევაში ყველაფერი შემიზღუდეს ინტერნეტს დამიტოვებენ მაინც მაგრამ ინტერნეტიც კი აღარ დაუტოვეს ადამიანებს და სხვათა შორის ხო კაცე სწორედ ამ თემაზე მინდა მომდენო შეკითხვა დაგისვა აქ საქართველოში ნამდვილად აღარ გვეცინება ამაზე და ამ პერსპექტივაზეც ზოგადად მაგრამ ჩემი წინა კითხვის პასუხად შენ ძირითადად მოგვეცი ძალიან პრაქტიკული და მნიშვნელოვანი რჩევები შედარებით აქტიური ადამიანები როგორ უნდა ვიქცეოდეთ ამ შემთხვევაში ჩემი კითხვის პათოსი და ეს შეკითხვაც უფრო მეტად უკავშირდება ამ შენი გამოცდილების და დღეს რუსეთში უკვე დამდგარი კონკრეტული რეალობის გათვალისწინებით ფართო საზოგადოებამ რა უნდა იცოდეს აი უბრალო ადამიანებმა რომელსაც პოლიტიკასთან მედიის წარმოებასთან არაფერი შეხება არ აქვთ იმ კობახიძის მიერ ასე თქვათ დაპირებული თუ დაანონსებული თუ რა ვიცი რა დავარქვა 9 კილო 10 ლარიანი ხორცის ძიებაში ასრული სერიოზულობით მთელი დღე იმიტომ რომ იმ 10 ლარადაც იმ 9 კილოს ვერ ყიდულობს ხო აი ამ ადამიანებმა და ბევრმა სხვამ კიდევ რომელიც არ არის პოლიტიკაში აქტიურად ჩართული მაგრამ უბრალოდ ეხა მობილურით ყველა სარგებლობს დიდიც და პატარაც ამათთვის რა იცვლება რა შეიცვლება ისეთ საზოგადოებაში როგორადაც დღეს ჩამოყალიბდა რუსეთი და ცოტა მეტი რამ გითხარი აი ამ ინტერნეტის საერთო თითქმის აკრძალვაზე რუსეთში როგორ ცხოვრობს ხალხი არა მარტივია თუნდაც შენ ხარ მაგალითად პოლიტიკის მიღმა და შენ ამბობ რომ არ მაინტერესებს მე ჩემი ცხოვრებით ცხოვრობ მაგ ჩემი რაღაცა კომფორტი რომელსაც მე ესე რომელიც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო მესმის გადასარევია ძალიან ბევრი ადამიანი ესე ცხოვრობს და პოლიტიკით არ ინტერესდება თითქოს მაგრამ აი ამ მდგომარეობაში რომელშიც ახლა საქართველო არსებობს რომელშიც არსებობდა რუსეთი ну დაახლოებით 10 წლის წინ თქვათ ყველა სარგებლობს ნამდვილად iPhone-ით ან Samsung-ის ტელეფონით ან ნებისმიერი smartphone-ით სარგებლობს ყველა თუ სახელმწიფო ჩათვლის საჭიროდ რომ გაგითიშოს ინტერნეტი ან გაგიკონტროლოს ინტერნეტი შენ იქნები ამ მდგომარეობაში რომელშიც მაგალითად ტაქსის გამოძახება გახდება შენთვის პრობლემა შენ აღმოჩნდები იმ მდგომარეობაში რომელშიც შენს მეგობართან ნათესავთან დაკავშირება ხდება პრობლემა შენ უბრალოდ გეთიშება ინტერნეტი ამ ინტერნეტს გიკონტროლებენ არა მხოლოდ იმაში თუ რა საიტზე შედიხარ და უყურებ თუ არა ფორმულას როცა მიდიხარ სამსახურში ტრამვაით ხო ან
მეტროთი. ამაზე აღარ არის საუბარი. შენ უბრალოდ შენი ყოველდღიური ცხოვრების სტილში დაინახავ პრობლემას, ამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ერევა სახელმწიფო იმისთვის, რომ გააკონტროლოს ყველაფერი და რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ კი არა, რომ ბატონ კობახიძეს არ უნდა რომ შენ ტაქსი გამოიძახო, არა. უბრალოდ ტექნოლოგია არ აძლევს იმის საშუალებას, რომ გაგითიშოს ერთი და დაგიტოვოს თავისუფლად მეორე. და ყველა ვარიანტში სიტუაცია თუ მივა იქამდე, როდესაც სახელმწიფო შენ გიკრძალავს ამა თუ იმ მოქმედებას ინტერნეტში და თავისუფლებას გიკრძალავს და ცენზურა როცა შემოაქვს, ეს არ არის მხოლოდ გიორგი თარგამაძეს პრობლემა, ან სხვა აქტიური ჟურნალისტის, ან პოლიტიკოსის, ან აქტივისტის პრობლემა. ეს შენი პრობლემაც ხდება, იმიტომ რომ შენი ყოველდღიური ცხოვრება ინგრევა ამით. მე მგონი გიორგი, იცი რა, რუსეთის გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვხედავ მილიონობით ადამიანი ვერ ხვდებოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის. აი ეს ინტერნეტის ბოლო თავისუფლება რაც ჰქონდათ დატოვებული, ისიც კონტროლდებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ასე აქტიურად არა. აი ახლა იმ ეტაპზე მივიდნენ ადამიანები 60, 80, 100 მილიონი ადამიანი, ხა შეიძლება ცოტა ვამუქებ, მაგრამ ათობით მილიონი ნამდვილად რუსეთში, ვინც ვერ ხვდებოდა, რომ აი იქამდე მივიდნენ, რომ თუნდაც აი მათი მაღაზიაში რაღაცის შეკვეთა პრობლემა გახდებოდა. და ეს რო გახდა პრობლემა, აი ამ მომენტში დაფიქრდნენ, რომ თურმე პოლიტიკაზე უნდა მეფიქრა, თურმე უნდა მენახა რა ხდებოდა ქვეყანაში, თურმე უნდა მიმექცია ყურადღება იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინი იქ მიკრძალავს, აქ მიკრძალავს, რა ვიცი, ტელეკომპანია დორს მიკრძალავს, გაზეთებს მიკრძალავს, სასამართლოს მიკრძალავს, მაგრამ ვერ მიხვდებოდი მე, რომ აი რატომღაც ხო, რომ იქამდეც მოვიდოდა, რომ Wildberries-ზე ვერ შეუკვეთავდი რაღაცა ტანსაცმელს ჩემი შვილისთვის, მაგრამ ისიც პოლიტიკასთანაა დაკავშირებული და ალბათ ესაა ჩემი მთავარი სიგნალი შენი მაყურებლისთვის, გიორგი, რომ არ ხდება ერთი იმის გარე, ერთი აკრძალვა არ ხდება დანარჩენი აკრძალვების გარეშე და ესე შენს ცხოვრებაში ერევა სახელმწიფო აუცილებლად თუ არ გაუწევ რაღაცნაირად როგორ აქაც წინააღმდეგობას წინააღმდეგობას მადლობა თამაზ სიტყვა სოლიდარობა დღევანდელ დღეს ჩვენთვის ბევრი თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ დღეს პრესის თავისუფლების დღე არის და ისრაელს ახლა შენ საუბრობდი, ეს მხარდაჭერის გამოხატვა დღეს ქართული მედიისთვის, ციხეში მყოფი მზია ამაღლობელისთვის, ნაცემი დასახიჩრებული ქართველი ჟურნალისტებისა თუ დაღუპული ოპერატორისთვის, ეს რომ უბრალოდ ემპათიის ნაწილი კი არ არის, არამედ მათ შორის რაციონალური თვალსაზრისით შენივე თავდაცვის, შენივე უსაფრთხოების, შენივე კეთილდღეობის მინიმალური დონის, შენი შვილების მომავალთან არის პირდაპირ კავშირში, როგორც ჩანს, ამის ახსნა ხშირად არის საჭირო და ჩვენ უახლოვდებით უკვე იმ წერტილს, როდესაც ამას ახსნა აღარ დაჭირდება, ამას ყველა იგრძნობს სამწუხაროდ. მაგრამ ერთადერთი ამ ხრივ სიტყვა სოლიდარობა დღეს კიდევ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დიუშენის კუნთოვანი ატროფიის მქონე ბავშვების სოლიდარობის ნიშნად დღეს კიდევ ერთი მარში გაიმართა საქართველოში და თბილისში და ამ ხრივ სოლიდარობის ნაწილიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებაში. მაგრამ აი ბოლოს ძალიან რთულია რუსეთიდან ობიექტური ინფორმაციის გამოტანა იქ არსებულ განწყობებზე, სიტუაციებზე. მე განსაკუთრებით თვალშისაცემი ჩემთვის და ალბათ მაყურებლისთვის არის რუსი ბლოგერების და ასე ვთქვათ სხვადასხვა სფეროებში პოპულარული ტიპების რეაქციები აი ამ ინტერნეტის შეზღუდვების იქიდან გამოწვეული პრობლემების გამო. მაგრამ შენგან მაინტერესებს ქართულმა მაყურებელმა მეტი გაიგოს, როგორია რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა. გვესმის, რომ რაღაც ერთ დღეში ამხელა სახელმწიფო თავისი რესურსებით ვერ ჩამოიქცევა ეკონომიკურად, მაგრამ ფრონტზე, უკრაინის ფრონტზე ვატყობ და ვხედავთ, რომ ინიციატივა აშკარად აღარ არის თუნდაც მინიმალური რუსების ხელში, უკრაინელები გაცლებით ინოვაციურები არიან და მიუხედავად ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის ძალიან წინააღმდეგობრივი ქმედებებისა და კიდევ უფრო მეტად კი ასე ვთქვათ რიტორიკისა, ისინი ძალიან მყარად და თავდაჯერებულად გრძნობენ თავს, აგერ ზელენსკი აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა, დღეს ჩვენს მეზობლად ერევანშია ჩასული, ღმერთმა ხელი მოუმართოს სომხებს, მაგრამ ჩვენ ყველანი თეთრი შურით უცქერით იმას, რაც ხდება და რაც მოხდება ამ ორი დღის განმავლობაში, მაგრამ იმედს გვიღვივებს ის დაღმავალი დინამიკა, რომელიც არის რუსეთში. ამაზე უფრო მეტი რა შეგიძლია რომ გითხრა და იმედი გაგვიღვივო თავადაც, ოღონდ ობიექტურად.
არა, ყოველთვის ობიექტურად, რა თქმა უნდა, ბლოგერებს რო შეეხე გიორგი, ძალიან სწორი ნაბიჯია შენი მხრიდან, იმიტომ რომ ამ ბლოგერებმაც უცებ აი ეს ყველაფერი დაინახეს, ასე თქვათ, ხო? პრობლემები ქვეყანაში მოდის ყველა მხრიდან, აბსოლუტურად რუსეთში ამ ეტაპზე ინტერნეტი ერთი ძალიან დიდი პრობლემაა. ეს უბრალოდ შოკის მომღრელი სიტუაცია ადამიანების უმეტესობისთვის, ხო? მოქალაქეების უმეტესობისთვის ნამდვილად. რა ვიცი, ვინც სახში ზის, ვინც გარეთ გადის, ვინც მუშაობს, ვინც არ მუშაობს, ბებრები, ახალგაზრდები, ყველასთვის ეს არის აბსოლუტურად შოკის მომღრელი. ინტერნეტი ძალიან ისე მყარად შევიდა რუსეთის ცხოვრებაში და ადამიანებისთვის ეს არის უბრალოდ აი იმის ნგრევა მათი კომფორტის და მათი ყოველდღიური ნორმალური ცხოვრებისთვის, ხო, მიუხედავად ამისა, რომელსაც ძალიან ბევრი სამწუხაროდ არ იმჩნევდა. ამის გარდა ეკონომიკა შენ თქვი და რა თქმა უნდა, მილიონობით ადამიანები ახლა არიან დათრგუნული იმით, რომ ვერ ყიდულობენ, აი პირდაპირ თქვა აი პროდუქტებს, ხო? არა, რა თქმა უნდა, ბევრისთვის პროდუქტი ისევ დარჩა ხელმისაწვდომი, მაგრამ უმეტესობა, როგორც ახლა სოციოლოგები ამბობენ, უმეტესობა 40% ხარჯავს ოჯახის ფულის, 40 ბიუჯეტის, ხო? 40% ხარჯავს საჭმელში. რაც ადრე არ იყო ასე, ხო? ადამიანები დებდნენ ფულს იმისთვის, რომ ემოგზაურათ, იმისთვის, რომ რაღაცები ეყიდათ, კომპიუტერი, ტექნიკა, гаджеტები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს წარმოიდგინე, რომ აი ბიუჯეტის ნახევარს ადამიანები ხარჯავენ მხოლოდ საჭმელში. მე აღარ ვამბობ იმას, რომ აი ბავშვი სკოლაში რომ და მიიყვანოს პრობლემად გახდა. ძალიან დიდი ადამიანების რაოდენობისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენ დავაზუსტოთ, რომ აქვს საუბრობთ დიდ ურბანულ ცენტრებზე, სადაც ძალიან კარგად შეიძლება ითქვას უმეტესობაში ცხოვრობდნენ ადამიანები. ამაზე ვსაუბრობ და არა როგორც ეძახიან ზახალუსჭი, ასე ვთქვათ. არა, რეგიონებში იქ უკვე გაცილებით ძიმე ვითარება. რეგიონებში გაზია ისიც არ იყო გაყვანილი ზოგ სოფლებში, მაგალითად დღემდე გაზით ვერ სარგებლობდნენ ადამიანები. ყოველ პუტინის აი ამ პრიმაერ ლინიაზე, ხო, ხალხთან რომ საუბრობს, ხო, ვითომ ყოველწლიურად ვლადიმერ პუტინი, ადამიანები წლიდან წელში ყოველ წელს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, გეხვეწები გაზი გაიყვანე ამ სოფელში და ეს პირდებოდა, რა თქმა უნდა, არაფერი გაყვანილი არ იყო. ანუ აი ამ დონის პრობლემები აქვთ ახლა რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, ტუალეტი სახლში რო არ აქვთ ადამიანებს, აი ასეთი ტიპის პრობლემები და არავის არ აინტერესებდა მათი აზრები, მათი აი ეს ტკივილი, ხო, ბავშვებისთვის სკოლები რო იხურებოდა და საავადმყოფოები აღარ არის ბევრ სოფელში, ან სოფელთან ახლოს, ეს პრობლემები საერთოდ არ ადარდებდა ვლადიმერ პუტინს და მის მინისტრებს და მის მთავრობას, მაგრამ ახლა საუბრობ დიდ ქალაქებზე, მოსკოვზე, პეტერბურგზე, ნოვოსიბირსკზე, რა ვიცი, ვლადივოსტოკზე, იმ ქალაქებზე, სადაც ბევრი ფული იყო, ძალიან ბევრი შესაძლებლობები ჰქონდა ადამიანებს და ეს იყო ესეთი, ხო იცი, ეგრიმენტი, ხო, რაღაცნაირად დადებული ჰქონდა ამ სოციალური კონტრაქტივით იყო რა. კონტრაქტი ქონდა ამ ადამიანს პუტინთან დადებული, რომ შენ ოღონდ შეგვინარჩუნე აი ეს კომფორტული ცხოვრება, რომელსაც მივეჩვიეთ 2000, რა ვიცი, პირველი წლიდან, ხო, კარგად ცხოვრობდნენ, ფული მოდიოდა ნავთობის ფული. ოღონდ შენ არ შეგვეხო და ჩვენ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ. აი ეს კონტრაქტი იყო დადებული. დღეს, როდესაც ბლოგერ ბონიას 30 მილიონი უყურებს, ეს ქალი ამბობს იმას, რომ დაღესტანში წყალი ჩამოვიდა და უშველეთ ხალხს და ხალხი და იღუპებიან და რა ვიცი, ოჯახები რჩებიან ქუჩაში და დაეხმარეთ და პუტინი არაფერს არ აკეთებს. ან სადღაც ციმბირში რო იღუპება ეს საწყალი ძროხა და არავინ არ ეხმარება ამ ქალს ან ამ ოჯახს და ისინი რჩებიან მშივრები ბავშვებთან ერთად, დაეხმარე და პუტინი არაფერს აკეთებს და იქ 30 მილიონი ნახვაროა, გიორგი. ეს არის აბსოლუტურად ახალი რეალობა და მე იცი როგორ ვაფასებ ამას, რომ გონია რომ აი დღეს დადგა ის მომენტი, რომ პუტინს აღარ აქვს ბედი, ხო, აი როგორ გითხრა, ძალიან ბევრი ხდებოდა არა მარტო იმიტომ, რომ პუტინი გადაწყვეტილებებს იღებდა, არამედ იღბალი აღარ წყალობს. ხო, აი რაღაცა ტრამპი რო აირჩიეს, ხო, ეს ხომ მილიონ წელიწადში ერთხელ ხდება ასეთი ამერიკის პრეზიდენტი, პუტინისთვის ამ ხელასაჩუქარი. და კიდევ ბევრი შიდა რაღაც ეკონომიკური პროცესები მართლა იღბალი ქონდა პუტინს, მართლა. დღეს ეს დაინგრა და ამას ყველა ხედავს, ვიღაცა ტიპები რემესლო რო
რო არის ილია რემესლო ბლოგერი, ხო, რომ ბლოგერი კი არა, კრიმინალი ტიპმა ჩასვა ალექსეი ნავალნის ციხეში, იმდენი დაწერა კляузა სახელმწიფო საჩივრები, კი. ყველას აბსოლუტურად ლიბერალებს ებრძოდა და იყო აი ადმინისტრაციის თანამშრომელი. გამოვიდა ოფიციალურად YouTube არხებზე აძლევს ახლა ინტერვიუებს, ამბობს რომ პუტინმა მოგვაწყუა ხალხო სად მივდივართ რა ბჭირს და აი ასეთი ტიპის გამოსვლები არის უკვე ახლა ვერ ვიტყვი რომ ყოველდღიურად ხდება ხო, მაგრამ მიუხედავად საშინელი ტოტალიტარიზმის იმ ხარისხის გათვალისწინებით რომელიც არის რუსეთში, ეს თავისთავად საგულისხმო ძალიან ეშინიათ ადამიანებს, ძალიან ეშინიათ, მაგრამ მაინც გამოდის. ხო, ეკატერინა, ახლა შენ შვენივრად უწყი და ჩვენი მაყურებელიც ხვდება იმას, რომ ბონიას რო ვახსენეთ, ბონიას მოწყობილი რევოლუციის რუსეთში ჩვენ ნამდვილად არ ვჯერა და ამას წინას არ მეტყველებთ და განწყობებზე ვლაპარაკობთ, საზოგადოებრივ განწყობებზე და ის რომ პუტინს იღბალი აღარ წყალობს, ეს იღბალი გადაამტვრია საკუთარ მუღლზე უკრაინამ თავისი ესე ვთქვათ, თავისი წინა არა მარტო გმირული წინააღმდეგობით, არამედ აი ამ თანმიმდევრული გმირობით, ასე ვთქვათ და ეს მათ შორის არა მარტო პუტინთან წინააღმდეგობაში, მოდი დირიბად ეს სიტყვას ვიხმაროთ და ეს არის ალბათ საკვანძო მიზეზი, რის გამოც ეს პროცესი ასე ხდება. ეკა, ძალიან დიდი მადლობა.